ამას სახეზე გვაქვს არათუ ცხინვალის, არამედ უკვე ახალგორის რაიონის რუსების ხელშია რეალურად და სწორედ აი ამის გამო გვინდა რომ პროკურატურას მოუწოდოთ აღიძრას ნაციონალური მოძრაობის ლიდერების წინააღმდეგ 308 მუხლით საქმე და რეალურად გასამართლდნენ ეს ეს კრიმინალური ორგანიზაცია და ერთხელ და სამუდამოდ მოშორდნენ ჩვენს ქვეყანას. აი ხარს ეს ადგილი რეალურად უკვე მოღალატეობრივი და კრიმინალური სულისკვეთები. შევეცდები კანონიერი გზით გავაკეთოთ. აი ეს პროცესები დავმართოთ, თუმცა არაფერზე არ ვიღებ. იმიტომ რომ 15 ნოემბერს არაფერს არ ვაპირებ დაგეგმილი არა გქონდა ჯერჯერობით არაფერი მაგრამ ყველანაირად ვიცით რომ ხელი შეუშალოთ მართება გაგრძელდება ჩვენ კატაკლიზმური გეგმების განხორციელებაში რასაც ისინი აპირებენ თითქოს უკრაინის მაგალითი გაიმართოს ისინი ამას გავხადოთ იმის მოტივირებული რომ ყველანაირი კონსტიტუციური ორგანიზაცია და პერფორმანსით განცხადებით ყველა მათ საქმეს წარმოვაჩენ და საზოგადოებას შევახსენებ თუ ვინ იყვნენ ხელისუფლებაში ამ წლების განმავლობაში რომ ხალხის გამპატიურებლები და ადამიანებას შექმნეს პოლიტიკური რეჟიმი. 9 წლის განმავლობაში გვამყოფეს რეჟიმში. ეს ადამიანები არიან აგენტები, საქართველოს ხალხს ორი მტერი და ეს ორი მტერი ერთია შიდა, მეორე გარეთა მტერი.